ისრაელის სახელმწიფოებრიობისა და პოლიტიკის საფუძველში დევს ახალმოსახლეთა კოლონიალიზმი. მეხუთე მითი. პალესტინელებმა საკუთარი სამშობლო 1948 წელს თავისი ნებით დატოვეს. შეთანხმებები არასიმეტრიული იყო, ისრაელი მოქმედებდა როგორც ოკუპანტი ძალა, ხოლო პალესტინელები როგორც ოკუპირებული ხალხი. სიონიზმის განხორციელებას ხშირად თან ახლდა ძალადობა და ტერორი, რაც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის განდევნას ან დაქვემდებარებას. მეექვსე მითი. 1967 წლის ომი იყო თავდაცვითი. ის ასევე საშუალებას აძლევს ისრაელს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ მცხოვრები პალესტინელების უფლებებზე. მეათე მითი. ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა ერთადერთი გზა. ეს მითი ამტკიცებს, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთადერთი რეალური, პრაქტიკული და სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტა არის ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ისრაელისა და პალესტინის თანაცხოვრება. გამარჯობა. 2023 წლის შემდგომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში განხორციელებულმა უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო ოპერაციებმა, ათობით ათასი მსხვერპლით და ჰუმანიტარული კრიზისით მთელი მსოფლიო დააყენა ეთიკური, პოლიტიკური და ისტორიული არჩევანის წინაშე. ყოველდღიური სიახლეები დაბომბილი საავადმყოფოების შესახებ. ათასობით მოკლული ბავშვი და სრულიად განადგურებული პალესტინური დასახლებები ნათლად აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არა უბრალოდ ორმხრივ კონფლიქტთან, არამედ სისტემურ უსამართლობასთან, რომელიც უკვე წლებია გრძელდება. ამ ფონზე უკვე აღარ კმარა მხოლოდ მიმდინარე მოვლენების აღწერა. საჭიროა დავინახოთ, რა იდეოლოგიასა და ისტორიულ მითებზეა აგებული ისრაელის სახელმწიფოს ძალადობა. როგორ იქცა ისრაელის ოფიციალური ისტორიული თხრობა ეთნიკური დომინაციის ინსტრუმენტად და რატომ არის ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საქმე დასავლეთში ამდენად ერთგვაროვანი და მიკერძოებული. დღეს მოგიყვებით ისრაელელი ისტორიკოსის ილან პაპეს წიგნზე 10 მითი ისრაელის შესახებ. ილან პაპე არის ისრაელში დაბადებული ისტორიკოსი და ინტელექტუალი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ახალ ისტორიკოსების წრეს. მეცნიერებს, რომლებმაც 1980-იან წლებში ისრაელის ისტორიის შესახებ არქივების გახსნის შემდეგ დაიწყეს იმ ისტორიული ნარატივების კრიტიკა, რომლებზეც აგებულია ისრაელის ოფიციალური პოლიტიკური მეხსიერება. პაპემ პალესტინა-ისრაელის თემაზე გამოაქვეყნა არაერთი გამორჩეული ნაშრომი, მათ შორის პალესტინის ეთნიკური წმენდა. ისრაელში პაპე ხშირად იყო საჯარო თავდასხმების ობიექტი. საბოლოოდ ის იძულებული გახდა დაეტოვებინა აკადემიური პოზიცია ჰაიფას უნივერსიტეტში, დღეს იცხოვრობს ბრიტანეთში და ხელმძღვანელობს ექსეტერის უნივერსიტეტში პალესტინის კვლევების ცენტრს. პაპეს პუბლიკაციები ეყრდნობა პირველ წყაროებს, სახელმწიფო არქივებს, მიგრაციის სტატისტიკას, ბრიტანული მანდატის მონაცემებს და სხვა ტიპის დოკუმენტაციას. პაპეს განსაკუთრებულად ამაღლებს მისი გაბედული პოზიცია. ის არის ებრაელი ისტორიკოსი, რომელიც იკვლევს არამხოლოდ ისრაელის წარსულს, არამედ აფასებს მას ეთიკური, სოციალური და ეკონომიკური პრიზმიდან. მის ნაშრომებში ვხვდებით არამხოლოდ ისტორიის გადმოცემას, არამედ მოწოდებას, რომ კოლექტიურმა მეხსიერებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობის გამართლება. თავის წიგნში 10 მითი ისრაელის შესახებ პაპე გამოყოფს 10 ძირეულ მუარულ მოსაზრებას, რომელიც საშუალო სტატისტიკურ დამკვირვებელს იმდენად აქვს შესუსხლოცებული, რომ ფარავს იმ კომპლექსურ სინამდვილეს, რაც პალესტინა-ისრაელის ურთიერთმიმართების ისტორიას გასდევს თან. ყოველ თავში ერთი კონკრეტული მითია მოცემული, როგორც გაბატონებული იდეოლოგიის გამოხატულება, რომელსაც ალბათ ყველა უკვე კარგად იცნობს. მაგალითად, პალესტინა იყო ცარიელი მიწა, ან ისრაელი ყველა ომში მხოლოდ თავის დაცვას ცდილობდა. პაპე აკრიტიკებს ამ მითებს არქივების, ოფიციალური დოკუმენტების, სტატისტიკის, პოლიტიკური ანალიზისა და საკუთარი მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე. მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ ეს წიგნი 2023 წლის ოქტომბრის მოვლენებამდე დაიწერა. ანუ პაპე მოვლენებს აანალიზებს იმ პერსპექტივიდან, რომელიც წინ უსწრებდა ჰამასის 7 ოქტომბრის ბარბაროსულ ქმედებებს და ისრაელის საპასუხო ფართომასშტაბიან ოპერაციას ღაზას სექტორში. მიუხედავად ამისა, ან შესაძლოა სწორედ ამის გამოც, მისი ნაშრომი კვლავაც აქტუალურია. კონტექსტი გადამწყვეტია, რადგან ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი არ არის მოვლენა, რომელიც მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყო, ან დასრულდება თუნდაც ბოლო დროინდელი მოვლენების გადაწყვეტის შემდგომ. დღევანდელობა არის ხანგრძლივი ისტორიის, უწყვეტი პროცესისა და ღრმად ფესვგადგმული პრობლემების შედეგი. ისრაელის დომინაცია პალესტინელებზე, მათი მიწების ოკუპაცია და დევნა არ დაწყებულა 23 წლის 7 ოქტომბერს. პაპეს წიგნის ანალიზის შემდგომ ცხადი ხდება, რომ ეს არის შედეგი ათწლეულების განმავლობაში არსებული ოკუპაციის, ბლოკადის, ძალადობის და პალესტინელთა უფლებების მუდმივი დარღვევისა. პირველი მითი. პალესტინა იყო ცარიელი მიწა.
ეს მითი, რომელიც სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთი ფუნდამენტია, ამტკიცებს, რომ პალესტინაში ებრაული დასახლებების გაჩენამდე ეს ტერიტორია იყო ცარიელი, უდაბური და კულტურის ნიშნების არ მქონე. მითი გვაძლევს სურათს, რომლის მიხედვითაც ებრაელი კოლონისტები ჩადიან უკაცრიელ უნაყოფო მიწაზე და საკუთარი შრომით აყვავებენ უდაბნოს. ეს ძალიან მიმზიდველი ისტორია, ხშირად შეჯამებულია ფრაზით „მიწა ხალხის გარეშე, ხალხი მიწის გარეშე“, რაც გულისხმობს, რომ პალესტინაში არ არსებობდა ადგილობრივი მოსახლეობა, ან ის უმნიშვნელო იყო. ამ მითის გავრცელება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ისრაელის სახელმწიფო შექმნის მორალური და ისტორიული ლეგიტიმაციისთვის. თუ მიწა მართლაც უკაცრიელი იყო, მაშინ ებრაული დასახლება არ წარმოადგენდა ოკუპაციას ან კოლონიზაციას, არამედ იყო უდაბნოს ათვისება და ახალშენების შექმნის უწყინარი პროცესი. ეს თხრობა ისრაელს ეხმარება თავი აარიდოს პალესტინური მოსახლეობის საკუთარი მიწიდან განდევნის პასუხისმგებლობისგან, მათ მიმართ ჩადენილი ძალადობისგან და ეთნიკური წმენდისგან, რომელიც 1948 წელს მოხდა. მითი სიონისტურ პროექტს წარმოაჩენს კეთილშობილურ და სამართლიან წარმოწყებად. პაპე უამრავ საარქივო მასალასა და ისტორიულ ჩანაწერებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ცარიელი მიწის მითი სრულიად მცდარია. მისი კვლევებიც ხატყოფენ, რომ 19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში პალესტინა იყო აქტიურად დასახლებული, ეკონომიკურად განვითარებული და კულტურულად მდიდარი ტერიტორია. არსებობდა ათასობით აყვავებული სოფელი და ქალაქი, სადაც პალესტინელი არაბები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ გააჩნდათ ორგანიზებული საზოგადოებები, სამართლებრივი სისტემები, განვითარებული სოფლის მეურნეობა და მდიდარი კულტურული ტრადიციები. პაპე ხაზს უსვამს, რომ სიონისტი ლიდერები, როგორიცაა თეოდორ ჰერცლი, თავიდანვე აცნობიერებდნენ, რომ პალესტინა არ იყო ცარიელი. მიუხედავად ამისა, მათ განზრახ გაავრცელეს ეს მითი, რათა გაემართლებინათ მიწის ოკუპაცია და ადგილობრივი მოსახლეობის უგულებელყოფა, ხოლო შემდგომ მათი დეჰუმანიზაცია. მეორე მითი, ებრაელები იყვნენ ხალხი მიწის გარეშე. ეს მითი გვიყვება ებრაელი ხალხის ტრაგიკულ ისტორიას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დევნილი და უმიწაწყლო იყო, მიმოფანტული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ამ ნარატივის მიხედვით ებრაელები ყოველთვის ესწრაფოდნენ აღთქმულ მიწაზე, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას, რათა შეექმნათ საკუთარი სუვერენული სახელმწიფო, როგორც თავშესაფარი დევნისა და ანტისემიტიზმისგან. სიონიზმი ამ კონტექსტში წარმოჩინდება როგორც ებრაელი ხალხის ბუნებრივი, ისტორიული და ღვთიური მოწოდების აღსრულება, საკუთარი თვითგამორკვევის ლეგიტიმური უფლება. ამითის აქტიური გავრცელება ისრაელის არსებობას ბიბლიურ და ისტორიულ კონტექსტში ათავსებს, რაც მას უნიკალურ რელიგიურ და მორალურ ლეგიტიმაციას ანიჭებს. ის ებრაულ კოლონიალიზმს წარმოაჩენს შინდაბრუნებად. ამასთან ის ხელს უწყობს ადგილობრივი პალესტინური მოსახლეობის უფლებების უგულებელყოფას, რადგან სახლში დაბრუნებულ ხალხს პრეტენზია აქვს მიწაზე, რომელიც სავარაუდოდ მათ ისტორიულად ეკუთვნოდათ. ილან პაპე თავის ნაშრომში უარყოფს ამ მითს და აჩვენებს, რომ სიონიზმი როგორც პოლიტიკური მოძრაობა 19 საუკუნის ბოლოს გაჩნდა ევროპაში გვიანი ნაციონალიზმის ტალღის ფონზე. ის ხაზს უსვამს, რომ სიონიზმი არ იყო მხოლოდ რელიგიური სწრაფვა ან ათასწლოვანი მისწრაფება წმინდა მიწისკენ, არამედ იყო კონკრეტული პოლიტიკური პროექტი, რომელსაც მკაფიო ტერიტორიული მიზნები ჰქონდა. პაპე რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს გამოყოფს. ებრაელებს როგორც დიასპორაში მცხოვრებ ხალხს ჰქონდათ მრავალფეროვანი იდენტობები, კულტურები და მიზნები, მრავალი რელიგიური ებრაელი სიონიზმს ეწინააღმდეგებოდა, რადგან მიაჩნდა, რომ ებრაული სახელმწიფო არ უნდა შექმნილიყო მესიანური ეპოქის დადგომამდე. მათი რწმენით ღვთიური ჩარევის გარეშე პოლიტიკური სახელმწიფო შექმნა არასწორი იყო. არსებობდნენ სხვა რელიგიური მოძრაობებიც, რომლებიც მიგრაციას არ განიხილავდნენ, როგორც გამოსავალს. სიონიზმი როგორც პოლიტიკური იდეოლოგია უფრო მეტად პასუხობდა 19 საუკუნის ევროპულ ნაციონალიზმს, რომლის მიხედვითაც თითოეულ ერს თავის სახელმწიფო უნდა ქონოდა და იმ დროინდელ მზარდ ანტისემიტიზმსაც ეპასუხება. თეოდორ ჰერცლი სეკულარული მოაზროვნე იყო და არა რელიგიური წინამძღოლი. მისი მიზანი იყო არა რელიგიური, არამედ პოლიტიკური და ტერიტორიული გადაწყვეტის მოძებნა ებრაელთა პრობლემისთვის. ებრაული დიასპორის დიდი ნაწილი თავს კომფორტულად გრძნობდა იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობდნენ, ისინი ინტეგრირებულნი იყვნენ ადგილობრივ საზოგადოებებში, ჰქონდათ მოქალაქეობა, კულტურული და ეკონომიკური კავშირები, ისინი არ იზიარებდნენ სიონისტურ ხედვას პალესტინაში სახელმწიფო შექმნის შესახებ, რადგან საკუთარ სახლად ის ქვეყნები მიაჩნდათ, სადაც დაიბადნენ და ცხოვრობდნენ. სიონისტური მოძრაობა ფაქტობრივად ახალ იდენტობას თავაზობდა იმ ებრაელებს, რომლებიც ევროპაში დისკრიმინაციას განიცდიდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ებრაელი ხალხი თვლიდა, რომ ისინი იყვნენ მიწის გარეშე. მითი ხალხი მიწის გარეშე ამახინჯებს ებრაელი ხალხის კომპლექსურ ისტორიას და სიონიზმის წარმოშობას. ისრაელის სახელმწიფო შექმნა არ იყო უბრალოდ ათასწლოვანი ოცნების ასრულება, არამედ იყო 19-20 საუკუნეების
ევროპული და გეოპოლიტიკური ნაციონალისტური მოძრაობების კონტექსტში განვითარებული პოლიტიკური პროექტი. ამით ის დამსხვრევა გვეხმარება სიონიზმს შევხედოთ როგორც კოლონიურ პროექტს, რომელიც მიწის მოპოვებასა და პოლიტიკური კონტროლის დამყარებას ისახავდა მიზნად, მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის არსებობისა. მესამე მითი სიონიზმი იუდაიზმია. ეს მითი სიონიზმს იუდაიზმის განუყოფელ ნაწილად წარმოაჩენს. რაც გულისხმობს, რომ ყველა ებრაელი სიონისტია, ან უნდა იყოს სიონისტი. ის ქმნის აღქმას, რომ სიონიზმი არის ებრაული რელიგიური და ეთნიკური იდენტობის ბუნებრივი და ლოგიკური გაგრძელება. ამით ის მიხედვით სიონიზმის კრიტიკა ან მისდამი წინააღმდეგობა ავტომატურად გაიგივებულია ანტისემიტიზმთან, რადგან ის უარყოფს ებრაელი ხალხის არსებობისა და თვითგამორკვევის უფლებას. ამით ის გავრცელება ისრაელს საშუალებას აძლევს ნებისმიერი ანტისიონისტური კრიტიკა ანტისემიტიზმთან გააიგივოს. ეს არის ძლიერი ტაქტიკა, რომელიც დისკრედიტაციას უწევს ისრაელის პოლიტიკის კრიტიკოსებს და აჩვენებს მათ. თუ სიონიზმის კრიტიკა ანტისემიტურია, მაშინ არ არის საჭირო მათი არგუმენტების განხილვა. ეს ეფექტურად ბლოკავს ღია დისკუსიას ისრაელის ქმედებებზე და აფერხებს საერთაშორისო ზეწოლას. პაპე მკაფიოდ განასხვავებს იუდაიზმს როგორც რელიგიასა და კულტურას სიონიზმისგან, როგორც პოლიტიკური იდეოლოგიისგან. ის მიუთითებს, რომ სიონიზმი მე-19 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა სეკულარული ეროვნული მოძრაობის სახით და არა როგორც რელიგიური სწავლება. მრავალი რელიგიური ებრაელი, მათ შორის გავლენიანი რაბინები და იუდაისტური თემები სიონიზმს აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ. მათი წინააღმდეგობა ეფუძნებოდა რწმენას, რომ ებრაული სახელმწიფო არ უნდა შექმნილიყო მესიანური ეპოქის დადგომამდე და რომ სიონიზმი წარმოადგენდა ღვთიური ნების საწინააღმდეგო ქმედებას. გარდა ამისა, ებრაული დიასპორის დიდი ნაწილი, რომელიც არ იყო რელიგიური, ასევე არ იზიარებდა სიონისტურ შეხედულობებს და არ თვლიდა, რომ მათი იდენტობა ისრაელის სახელმწიფოსთან იყო დაკავშირებული. პაპე აჩვენებს, რომ სიონიზმი არის პოლიტიკური პროექტი, რომელსაც ჰქონდა და აქვს კონკრეტული პოლიტიკური მიზნები, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგება ებრაულ რელიგიურ ტრადიციებსა და ეთიკას. სიონიზმისა და იუდაიზმის გაიგივება არის პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც ისრაელს საშუალებას აძლევს გააუქმოს ლეგიტიმური კრიტიკა და ისრაელის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები წარმოაჩინოს ანტისემიტებად. ეს კი ცხადია ართულოს კონფლიქტის ობიექტურ ანალიზს. მეოთხე მითი. სიონიზმი არ არის კოლონიალიზმი. ეს მითი ცდილობს დაშორდეს სიონიზმის ისტორიულ კონტექსტს. ის ამტკიცებს, რომ სიონიზმი არ არის კოლონიური პროექტი, რადგან ებრაელები განსხვავებით ევროპული იმპერიული ძალებისგან, რომლებიც მიზნად ისახავდნენ რესურსების ექსპლუატაციას და ადგილობრივი მოსახლეობის დაქვემდებარებას, არ ცდილობდნენ სხვა ხალხების ჩაგვრას. ისინი თავად იყვნენ დევნილები, რომლებიც ეძებდნენ უსაფრთხო თავშესაფარს. ამით ის მიზანია ისრაელის სახელმწიფოს შექმნის კოლონიური ასპექტების მიჩქმალვა და მისი როგორც განთავისუფლების და თვითგამორკვევის აქტის წარმოჩენა. ეს მითი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისრაელის იმიჯისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. თუ ისრაელი არ არის კოლონიური სახელმწიფო, მაშინ მას არ მოუწევს პასუხისმგებლობის აღება კოლონიალიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე, როგორიცაა ადგილობრივი მოსახლეობის განდევნა და მათი უფლებების დარღვევა და ეს საშუალებას აძლევს ისრაელს შეინარჩუნოს მორალური უპირატესობა. პაპე დაჟინებით ამტკიცებს, რომ სიონიზმი აშკარად ახალმოსახლეთა კოლონიური პროექტია. ის ხაზს უსვამს რამდენიმე სპეციფიკურ ფაქტსაც. სიონისტური მოძრაობა ევროპაში წარმოიშვა და მისი ლიდერები ძირითადად ევროპელი ებრაელები იყვნენ. ეს პროექტი ისევე როგორც სხვა კოლონიური წამოწყებები გულისხმობდა ევროპელთა მასოვრივ მიგრაციასა და დასახლებას არაევროპულ ტერიტორიაზე. პაპე მიუთითებს, რომ ევროპული ძალებისთვის, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისთვის, პალესტინაში ებრაული სახელმწიფო შექმნის ხარდაჭერა გეოპოლიტიკურად ხელსაყრელი იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ბრიტანეთი ცდილობდა თავისი გავლენის გამტკიცებას ახლო აღმოსავლეთში. სიონისტური პროექტი წარმოადგენდა სტრატეგიულ დასაყრდენს რეგიონში, რომელიც დასავლური ინტერესების ერთგული იქნებოდა. ამავდროულად ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს ხელს აძლევდა ებრაული მოსახლეობის ემიგრაცია, რაც მათთვის ბრჭყალებში ებრაული საკითხის გადაწყვეტის ერთგვარი საშუალება იყო. სწორედ ამ ინტერესთან თანხვედრამ განაპირობა ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ბალფურის დეკლარაცია 1917 წელს და ბრიტანეთის მანდატი პალესტინაზე. სიონისტურმა ორგანიზაციებმა აქტიურად შეიძინეს მიწები პალესტინაში, რასაც ხშირად იმ ადგილობრივი მცხოვრებლების განდევნა ახლდა, რომლებიც ამ მიწებზე საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ეს პროცესი მიზნად ისახავდა ებრაული შრომის პრინციპის დანერგვას, რაც გულისხმობდა არაბული მუშახელის ჩანაცვლებას ებრაელით, რაც კოლონიური ექსპროპრიაციის ნათელი მაგალითია.
სიონისტები არ ცდილობდნენ არსებულ საზოგადოებაში ინტეგრირებას, არამედ აშენებდნენ განცალკევებულ ებრაულ საზოგადოებას, საკუთარი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტებით. ამან გამოიწვია სეგრეგაცია და დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასთან, სხვა კოლონიური პროექტების გავსად. სიონიზმის განხორციელებას ხშირად თან ახლდა ძალადობა და ტერორი, რაც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის განდევნას ან დაქვემდებარებას. ამ ყველაფერმა კულმინაციას 1948 წელს მიაღწია. სიონიზმი თავისი არსით არის ახალ მოსახლეთა კოლონიალიზმი, რომელიც გულისხმობდა ადგილობრივი მოსახლეობის განდევნას და მიწის დაუფლებას. ამ პროცესს ხელი შეუწყო და გააძლიერა ევროპული ძალების გეოპოლიტიკურმა და ანტისემიტურმა მისწრაფებებმაც. მეხუთე მითი. პალესტინელებმა საკუთარი სამშობლო 1948 წელს თავისი ნებით დატოვეს. ეს მითი, რომელიც ისრაელის ოფიციალური თხრობის ცენტრალური ნაწილია, ამტკიცებს, რომ 1948 წლის ომის დროს პალესტინელებმა თავად საკუთარი ნებით გადაწყვიტეს დაეტოვებინათ საკუთარი სახლები. ამ ნარატივის მიხედვით მათ ეს გააკეთეს არაბული ქვეყნების ლიდერების მოწოდებით, რომლებიც მათ მოუწოდებდნენ დროებით დაეტოვებინათ ტერიტორია, რათა შემდეგ დაბრუნებულიყვნენ და გამარჯვებულ არაბულ არმიებს შეერთებოდნენ. ამ მითის მიზანია პალესტინელი ლტოლვილების ბედზე პასუხისმგებლობის მოხსნა. ამ მითის გავრცელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოსთვის, რადგან ის ისრაელს ნაქბაზე, ანუ კატასტროფაზე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ნაქბა გულისხმობს 1948 წელს პალესტინელთა მასობრივ განდევნას. თუ პალესტინელები ნებაყოფლობით წავიდნენ, მაშინ ისრაელს არ მოუწევს მათ დაბრუნებაზე ფიქრი და არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მათ ტანჯვაზე. ეს მითი ისრაელს საშუალებას აძლევს თავი წარმოაჩინოს უდანაშაულო მსხვერპლად, რომელიც იძულებული გახდა ებრძოლა და თავი დაეცვა, და რომ ლტოლვილთა პრობლემა არაბული მხარის მიერ არის შექმნილი. პაპე, როგორც ახალი ისტორიკოსების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, უამრავ საარქივო დოკუმენტს, მათ შორის ისრაელის არმიის ჩანაწერებსა და მოხსენებებს ეყრდნობა იმის დასამტკიცებლად, რომ პალესტინელთა უმრავლესობა იძულებით, ძალადობისა და ტერორის შედეგად იქნა განდევნილი საკუთარი სახლებიდან. პაპე დეტალურად აღწერს, მაგალითად, დეირ იასინის ხოცვა-ჟლეტას, რომელიც მიზნად ისახავდა ტერორის გავრცელებას და მოსახლეობის გაქცევის პროვოცირებას. დაშინების კამპანიებს, როდესაც სიონისტური შეიარაღებული ფორმირებები ატარებდნენ მიზანმიმართულ კამპანიებს სოფლის მოსახლეობის დასაშინებლად. განადგურებულ სოფლებს, როდესაც განდევნის შემდეგ მრავალი პალესტინური სოფელი გააჩანაგეს, რათა შეუძლებელი გამხდარიყო ლტოლვილების დაბრუნება. სიონისტური ძალების პირდაპირ ბრძანებებს ისრაელის არქივებში ნაპოვნია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ ებრაული სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების მიერ გაცემულ ბრძანებებს პალესტინელების განდევნის შესახებ. პაპე უარყოფს არაბული ლიდერების მოწოდებების მითს და ამტკიცებს, რომ მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა ებრაული სახელმწიფოსთვის დემოგრაფიული უპირატესობის მოპოვებას. ნაქბა არ იყო ნებაყოფლობითი პროცესი, არამედ იყო ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ ორგანიზებული ეთნიკური წმენდის შედეგი, რამაც ასობით ათასი პალესტინელი ლტოლვილად აქცია. მეექვსე მითი. 1967 წლის ომი იყო თავდაცვითი. ეს მითი ამტკიცებს, რომ 1967 წლის 6 დღიანი ომი იყო ისრაელის თავდაცვითი ომი, რომელიც აუცილებელი იყო არაბული ქვეყნების მოსალოდნელი უშუალო თავდასხმის მოსაგერიებლად, რომელიც ისრაელის არსებობას ართეს უქმნიდა. ამ მითის მიხედვით ისრაელი იძულებული გახდა მტრისთვის პრევენციული დარტყმა მიეყენებინა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს მითი 1967 წლის ომის შედეგად ისრაელის მიერ ტერიტორიების ოკუპაციას ლეგიტიმურს ხდის, როგორც თავდაცვითი მოქმედების შედეგს. თუ ომი თავდაცვითი იყო, მაშინ გოლანის მაღლობის, სინაის ნახევარკუნძულის, იორდანიის დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპაცია გაგებულია როგორც უსაფრთხოების გარანტია. ის ასევე საშუალებას აძლევს ისრაელს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ მცხოვრები პალესტინელების უფლებებზე, რადგან ეს ტერიტორიები სამართლიანი ომის შედეგად მოექცა ისრაელის კონტროლის ქვეშ. პაპე აჩვენებს, რომ 1967 წლის ომი არ იყო მხოლოდ თავდაცვითი. ის მიუთითებს, რომ ისრაელმა მიზანმიმართულად მოახდინა პროვოკაციები და ესკალაცია, რათა ომის დაწყების საბაბი ქონოდა. პაპე თავის არგუმენტებს აფუძნებს დეკლასიფიცირებულ დოკუმენტებზე და ისრაელის მაღალჩინოსნების აღიარებებზე. ის ასახელებს მრავალ ისრაელელ გენერალს და ოფიციალურ პირს, რომლებიც ომამდე აღიარებდნენ, რომ არ არსებობდა უშუალო ეგზისტენციალური საფრთხე ისრაელისთვის არაბული ქვეყნების სამხედრო მზადება არ იყო შეტევითი, არამედ ძირითადად თავდაცვითი,
რომ ისრაელის სამხედრო და პოლიტიკურ ელიტას ჰქონდა წინასწარი გეგმები ტერიტორიების გაფართოებისთვის, განსაკუთრებით დასავლეთ სანაპიროს და იერუსალიმის მიმართულებით, ომი გახდა უბრალოდ მოსახერხებელი შესაძლებლობა ამ გეგმების განსახორციელებლად. 1967 წლის ომი არ იყო მხოლოდ თავდაცვითი, არამედ იყო ისრაელის წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი ტერიტორიული ექსპანსიის მისაღწევად, რამაც გამოიწვია ისრაელის ოკუპაცია დასავლეთ სანაპიროზე, ღაზის სექტორში, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და გოლანის მაღლობზე. მეშვიდე მითი. ისრაელი ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი დემოკრატია. ეს მითი წარმოაჩენს ისრაელს როგორც წითელ ნათელ წერტილს ბნელ რეგიონში. დემოკრატიულ და ლიბერალურ სახელმწიფოს ახლო აღმოსავლეთის ავტორიტარული და არადემოკრატიული რეჟიმების ფონზე. ის ხაზს უსვამს ისრაელის დასავლურ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას, თავისუფალ არჩევნებსა და მრავალპარტიულ სისტემას, რაც მას რეგიონში უნიკალურს ხდის. ამ ნარატივის მიზანია ისრაელის დადებითი იმიჯის შექმნა საერთაშორისო ასპარეზზე. ამ მითის გავრცელება ისრაელს საერთაშორისო ლეგიტიმაციას აძლევს და ამართლებს მის პოლიტიკას, მათ შორის პალესტინელთა უფლებების დარღვევას, როგორც დემოკრატიის დაცვას ტერორიზმისგან ან არაბული ავტორიტარიზმისგან. ის ასევე საშუალებას აძლევს ისრაელს მიიღოს მნიშვნელოვანი სამხედრო და ეკონომიკური დახმარება დასავლური ქვეყნებისგან. განსაკუთრებით შეერთებული შტატებისგან, რომელიც ისრაელს ახლო აღმოსავლეთში თავის მთავარ მოკავშირედ და დასავლური ღირებულებების დამცველად მიიჩნევს. პაპი ამტკიცებს, რომ ისრაელი ვერ ჩაითვლება სრულფასოვან დემოკრატიად, რადგან მისი დემოკრატიული პრინციპები მხოლოდ ებრაელ მოქალაქეებზე ვრცელდება, ხოლო პალესტინელთა მიმართ სისტემურად ხორციელდება დისკრიმინაცია და უფლებების დარღვევა. პაპი ასახელებს რამდენიმე ძირითად არგუმენტს. ისრაელის არაბ მოქალაქეებს არ აქვთ ებრაელ მოქალაქეებთან გათანაბრებული უფლებები. ისინი განიცდიან დისკრიმინაციას საკუთრების, განათლების, დასაქმების, ჯანდაცვისა და საბინაო პოლიტიკის სფეროებში. 2018 წელს მიღებული კანონი ისრაელს აცხადებს ებრაელი ხალხის ეროვნულ სახელმწიფოდ, რაც კიდევ უფრო ამყარებს ებრაელთა უპირატესობას. მილიონობით პალესტინელი, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ღაზას სექტორში ცხოვრობს, მოკლებულია ელემენტარულ სამოქალაქო უფლებებს და ცხოვრობს ისრაელის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ. მათ არ აქვთ ქმისმიცემის უფლება, ისრაელის არჩევნებში ექვემდებარებიან სამხედრო კანონმდებლობას და შეზღუდული აქვთ გადაადგილების თავისუფლება. პაპე ხაზს უსვამს, რომ ებრაული დომინაცია და ეროვნული უპირატესობა არის ისრაელის სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედი. ეს არ არის დემოკრატია ყველა მოქალაქისთვის, არამედ ეთნოკრატია, სადაც ერთი ეთნიკური ჯგუფი სარგებლობს უპირატესობით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების გაფართოება და პალესტინური მიწების კონფისკაცია წარმოადგენს დემოკრატიული პრინციპების უხეშ დარღვევას. ისრაელის დემოკრატიული იმიჯი ნიღბავს მის დისკრიმინაციულ პოლიტიკას და პალესტინელთა უფლებების მუდმივ დარღვევას. მერვე მითი, ოსლოს მითოლოგიები. ეს მითი წარმოაჩენს ოსლოს შეთანხმებებს, როგორც მშვიდობის მიღწევის რეალურ ისტორიულ მცდელობას ისრაელსა და პალესტინელებს შორის. ამ ნარატივის მიხედვით შეთანხმებები წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან პალესტინულმა მხარემ უარი თქვა გამოცვლულ ხელზე. ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა და არ იყო მზად მშვიდობისთვის. ეს მითი ხშირად მიუთითებს პალესტინურ ტერორიზმზე, როგორც შეთანხმებების ჩაშლის მთავარ მიზეზებზე. ეს მითი ისრაელს საშუალებას აძლევს საკუთარ თავზე აიღოს მშვიდობის ყოფილის როლი და პალესტინელებს დააკისროს პასუხისმგებლობა კონფლიქტის გაგრძელებაზე. მითი ისრაელს საშუალებას აძლევს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩინდეს როგორც მხარე, რომელიც მზად იყო კომპრომისისთვის, ხოლო პალესტინელები როგორც მშვიდობის მტრები. მითი ამართლებს ისრაელის შემდგომ სამხედრო მოქმედებებს და ოკუპაციის გაგრძელებას, რადგან თითქოს და ოკუპაციის და ტოტალური ომის ალტერნატივა აღარ არსებობდა. ილან პაპი ამტკიცებს, რომ ოსლოს შეთანხმებები, რომლებიც 90-იან წლებში მიმდინარეობდა, არასოდეს ყოფილა მშვიდობის მიღწევის რეალური მცდელობა. არამედ იყო ისრაელის მიერ შექმნილი ინსტრუმენტი, რათა გაეზარდა კონტროლი პალესტინურ ტერიტორიებზე და გაიგრძელებინა ოკუპაცია სხვა ფორმით. პაპე რამდენიმე არგუმენტს წარმოგვიჩენს. შეთანხმებები არასიმეტრიული იყო, ისრაელი მოქმედებდა როგორც ოკუპანტი ძალა, ხოლო პალესტინელები როგორც ოკუპირებული ხალხი. ეს არ აძლევდა პალესტინელებს თანაბარ პოზიციას მოლაპარაკებებში. შეთანხმებები არ ითვალისწინებდა პალესტინელთა ფუნდამენტურ მოთხოვნებს, როგორიცაა ლტოლვილთა დაბრუნების უფლება, ისრაელის აგრესიული ახალმოსახლეობის შეწყვეტა, აღმოსავლეთ იერუსალიმის სტატუსი და სრულფასოვანი სუვერენული პალესტინური სახელმწიფო შექმნა. ოსლომ შექმნა პალესტინის ავტონომიური ადმინისტრაცია, რომელიც პაპეს აზრით ფუნქციონირებდა როგორც ისრაელის ოკუპაციის
ქვეკონტრაქტორი პალესტინელთა კონტროლისა და ისრაელის ინტერესების დაცვის კუთხით. ამან ისრაელს საშუალება მისცა შეენარჩუნებინა კონტროლი საზღვრებზე, წყლის რესურსებსა და გადაადგილების თავისუფლებაზე. ოსლოს შეთანხმებების პერიოდშიც კი ისრაელმა განაგრძო და გააძლიერა დასახლებების მშენებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ნათლად აჩვენებდა, რომ ისრაელს არ ჰქონდა პალესტინური სახელმწიფოს შექმნის რეალური განზრახვა. ოსლოს შეთანხმებები იყო ცინიკური მცდელობა, განემტკიცებინათ ისრაელის კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შექმნილიყო მშვიდობის ილუზია. მაშინ, როდესაც პრობლემის სამართლიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტის გზა არ იყო ისრაელის პრიორიტეტი. მეცხრე მითი. ღაზას მითოლოგიები. ეს მითი ღაზას სექტორს წარმოაჩენს როგორც ტერორისტების ბუდეს და ჰამასის ციტადელს, რომელიც მუდმივ საფრთხეს უქმნის ისრაელს რაკეტების როლითა და ტერორისტული აქტებით. ამ ნარატივის მიხედვით ღაზას წინააღმდეგ განხორციელებული ისრაელის სამხედრო ოპერაციები არის თავდაცვითი აუცილებელი ზომები ისრაელის მოქალაქეების დასაცავად. ბლოკადა, რომელიც ღაზაზეა დაწესებული, ასევე გამართლებულია როგორც უსაფრთხოების აუცილებელი ზომა იარაღის კონტრაბანდის შესაჩერებლად. ამით ის აქტიური გავრცელება ისრაელს აძლევს საბაბს განახორციელოს სასტიკი სამხედრო ოპერაციები ღაზაში და შეინარჩუნოს ჰუმანიტარული ბლოკადა, რაც ღაზას მოსახლეობას უკიდურეს გაჭირვებაში ამყოფებს. ის ასევე ხელს უშლის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლას ისრაელზე ღაზას საკითხთან მიმართებით, რადგან ისრაელი თავის ქმედებებს უსაფრთხოების აუცილებლობით ამართლებს. ამ ნარატივით ღაზას მოსახლეობის ტანჯვა მიეწერება ჰამასის ქმედებებს და არა ისრაელის პოლიტიკას. პაპე გვიჩვენებს, რომ ღაზა არ არის უბრალოდ ტერორისტული მოძრაობის ციტადელი, არამედ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და სიდუხჭირეში მყოფი რეგიონი, რომელიც ისრაელის ოკუპაციისა და ბლოკადის მსხვერპლია. ისრაელმა ღაზას სექტორში არსებული თავისი დასახლებები 2005 წელს გააუქმა. მაგრამ შეინარჩუნა სრული კონტროლი მის საჰაერო სივრცეზე, წყლებზე, საზღვრებსა და მოსახლეობისა და საქონლის გადაადგილებაზე. ეს ფაქტობრივად ღია ციხეს ქმნის, რომელშიც 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს თავისუფალი გადაადგილების გარეშე. ისრაელის ბლოკადამ გამოიწვია მასიური ჰუმანიტარული კრიზისი, რამაც ღაზას სიცოცხლისთვის თითქმის გამოუხსადეგარ ზონად აქცია. წყლის, ელექტროენერგიის, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი მუდმივი პრობლემაა. პაპე ამტკიცებს, რომ ისრაელის ქმედებები ღაზაში, მათ შორის რეგულარული სამხედრო შეტევები არ არის მხოლოდ თავდაცვითი, არამედ წარმოადგენს მთელი მოსახლეობის კოლექტიურ დასჯას, რაც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია. ისრაელი მიზნად ისახავს პალესტინელთა წინააღმდეგობის გატეხვას და მათ დამორჩილებას. მეათე მითი. ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა ერთადერთი გზა. ეს მითი ამტკიცებს, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთადერთი რეალური, პრაქტიკული და სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტა არის ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ისრაელისა და პალესტინის თანაცხოვრება. ამ ნარატივის მიხედვით ეს არის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველი და ერთადერთი გზა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. ის ასევე გულისხმობს, რომ თუ ეს გადაწყვეტა არ მუშაობს, ეს პალესტინელების ბრალია, რომლებიც კომპრომისებზე არ მიდიან. ეს მითი საშუალებას აძლევს ისრაელს საერთაშორისო დონეზე შეინარჩუნოს მშვიდობის მანძილებლის იმიჯი, მაშინაც კი, როდესაც მისი ქმედებები ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას შეუძლებელს ხდის. ისრაელს შეუძლია განაგრძოს ოკუპაცია და გააფართოვოს დასახლებები და პარალელურად განაცხადოს, რომ ის მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას, რითაც დროს იგებს და არსებულ სტატუს-კვოს ამტკიცებს. პაპე ამტკიცებს, რომ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა უკვე დიდი ხანია არარეალურია და მხოლოდ მითია, რომელიც აღარ შეესაბამება რეალობას. პაპე თავის არგუმენტებს შემდეგ ფაქტებზე აფუძნებს. ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში აშენებული ებრაული დასახლებების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია სიცოცხლისუნარიანი, უწყვეტი და სუვერენული პალესტინური სახელმწიფო შექმნა. ეს დასახლებები ღრმად არის შეჭრილი პალესტინურ ტერიტორიებში. ასევე ისრაელმა შექმნა და აგრძელებს შექმნას პარალელური საგზაო ქსელი, უსაფრთხოების ზონები, კედლები და საგუშაგოები, რომლებიც დასავლეთ სანაპიროს პატარა იზოლირებულ ანკლავებად ყოფენ. ეს ართულებს ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს უშლის პალესტინური სახელმწიფოს ეფექტურ ფუნქციონირებას. ისრაელი იერუსალიმს თავის მარადიულ და განუყოფელ დედაქალაქად აცხადებს, რაც უარყოფს პალესტინელთა პრეტენზიას აღმოსავლეთ იერუსალიმზე, როგორც მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქზე. ისრაელი აკონტროლებს დასავლეთ სანაპიროს წყლის რესურსების უმეტეს ნაწილს, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა პალესტინური სახელმწიფოსთვის. პაპე მიიჩნევს, რომ მდინარე იორდანესა და ხმელთაშუა ზღვის შორის ტერიტორიაზე
რომელიც ისრაელსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს მოიცავს, ცხოვრობს დაახლოებით თანავარი რაოდენობის ებრაელი და პალესტინელი. ამ პირობებში ორი სახელმწიფო შექმნა ნიშნავს ეთნიკურ განცალკევებას, რომელიც დისკრიმინაციული იქნება პალესტინელთა მიმართ. ამის ნაცვლად პაპემ მხარს უჭერს ერთი დემოკრატიული სახელმწიფო შექმნა, სადაც ყველა მოქალაქე, ებრაელი თუ პალესტინელი თანაბარი უფლებებით ისარგებლებს ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად. ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა მხოლოდ მითია, რომელიც ისრაელის მიერ ტერიტორიების მუდმივ ოკუპაციასა და ანექსიას ნიღბობს. რეალური მშვიდობისთვის საჭიროა კონფლიქტის გადაჭრის უფრო სამართლიანი და ჰუმანური ხედვა, რომელიც დაფუძნებული იქნება თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპზე. დასკვნა. ისრაელის ახალმოსახლეობის კოლონიალიზმი 21 საუკუნეში. ივან პაპეს ნაშრომი ნამდვილად აჩვენებს, რომ ისრაელის სახელმწიფოებრიობისა და პოლიტიკის საფუძველში დევს ახალმოსახლეთა კოლონიალიზმი. ეს არ არის წარსულში დარჩენილი ფენომენი, არამედ გრძელდება 21 საუკუნეშიც და პაპე ხაზს უსვამს, რომ დასახლებების გაფართოება, პალესტინელთა სახლების ნგრევა, ღაზას ბლოკადები, სამხედრო ოპერაციები და დისკრიმინაციული კანონები არ არის შემთხვევითი მოვლენები. არამედ არის კოლონიური პროექტის განგრძობითი ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პალესტინელებზე დემოგრაფიული და ტერიტორიული კონტროლის დამყარებას, რათა უზრუნველყოს ებრაული დომინაცია მდინარე იორდანესა და ხმელთაშუა ზღვას შორის. 2023 წლის ოქტომბრის მოვლენები მიუხედავად მათი ბარბაროსულობისა და სისასტიკისა არ არის კონფლიქტის ამოსავალი წერტილი. არამედ არის მრავალწლიანი ოკუპაციის, აპარტეიდისა და უიმედობის შედეგი. ისრაელის დომინაცია და პალესტინელთა დამორჩილება ათწლეულების განმავლობაში გრძელდება და სწორედ ეს ქმნის ნიადაგს იმგვარი დაძაბულობისთვის, რაც ზოგჯერ ძალადობის ესკალაციაში გადაიზრდება. პაპე მოგვიწოდებს გადავხედოთ კონფლიქტის შესახებ არსებულ ნარატივებს და გავაცნობიეროთ მისი რეალური ბუნება. მხოლოდ ფაქტების აღიარებითა და მითების მსხვერპლით არის შესაძლებელი სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა. ეს გულისხმობს არამხოლოდ ისრაელის პოლიტიკის შეფასებას, არამედ საერთაშორისო საზოგადოების როლისა და პასუხისმგებლობის გააზრებას ამ კონფლიქტში. მნიშვნელოვანია გვეცნობდეს, რომ ამ მითების გამჟღავნება არ არის ისრაელის როგორც სახელმწიფოს ან ებრაელი ხალხის დელეგიტიმაცია. ეს არის მოწოდება გააზრებული იყოს ისტორიული უსამართლობა და მიმდინარე ოკუპაცია, რათა შეიქმნა საფუძველი სამართლიანი მომავლისთვის, რომელშიც ყველა ადამიანის უფლება დაცული იქნება.